რატომ გაუქმდა დაგეგმილი შეხვედრა ქართული ოცნების პრემიერ ირაკლი კობახიძესა და EUTHO-ს მოქმედ თავმჯდომარეს ელინა ვალტონენს შორის. ქართული ოცნების მთავრობა ამბობს, რომ კობახიძემ შეხვედრა ვალტონენის მიერ კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო გააუქმა. ამის საწინააღმდეგოდ გავლენიანი ფინური გამოცემა Helsinki Xenomat წერს, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და EUTHO-s მოქმედმა თავმჯდომარემ კობახიძესთან შეხვედრა თავად გააუქმა. ვალტონენმა ფინურ მედიას ტელეფონით უთხრა, რომ კობახიძესთან შეხვედრა არა საქართველოს ინიციატივით, არამედ ფინეთის ინიციატივით გაუქმდა გრაფიკის ცვლილების გამო. ამის შესახებ ქართულ მხარეს გუშინ ღამით აცნობეს. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და EUTHO-s მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 14 ოქტომბერს ჩამოვიდა. იმავე დღეს ის თბილისში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვალტონენმა თქვა, რომ ის ბოჭორიშვილს საქართველოში არსებული ვითარების გამო EUTHO-s სახელმწიფოებისა და EUTHO-s ინსტიტუტების სერიოზული შეშფოთების შესახებ ესაუბრა. ვალტონენის თქმით, მათთვის შეშფოთების საგანია რეპრესიული კანონების მეშვეობით სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შეზღუდვა. ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება და საქართველოს მთავრობას მოუწოდა არსებული კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს. მოგვიანებით EUTHO-s თავმჯდომარე რუსთაველის გამზირზე მივიდა და იქ შეკრებილ დემონსტრანტებს შეხვდა. მან რუსთაველის გამზირიდან ვიდეო მიმართვაც გაავრცელა. მე თბილისში ვარ პარლამენტის შენობის წინ. აქ იკრიბება მშვიდობიანი დემონსტრაცია. ნელ-ნელა უამრავი ხალხი მოდის. აფრიალებენ ევროკავშირის, ნატოს და როგორც ჩანს ფინეთის დროშებსაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს დროშას. ამის მიზეზი ის არის, რომ ეს ხალხი შეშფოთებულია გეზით, რომელსაც ეს ქვეყანა იღებს. ხალხისთვის ძირითადი თავისუფლებების წართმევით, დაწყებული გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით. იმის თქმაც კი ზედმეტია, რომ ეს ხალხი იმსახურებს ყველა ამ უფლებას და ჩვენ აქ ვართ მათ მხარდასაჭერად. EUTHO-s თავმჯდომარე დღეს საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ვიზიტის შესახებ ელინა ვალტონენმა X-ზე მოკლე კომენტარი გააკეთა და დაწერა, რომ ფინეთი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში მტკიცედ უჭერს მხარს. მან რუსეთს მოუწოდა 2008 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს და კონფლიქტამდელ პოზიციებს დაუბრუნდეს. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს და მის საპროტესტო აქციაზე მისვლას ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებული კრიტიკა მოჰყვა. ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა EUTHO-s თავმჯდომარე სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა. პაპუაშვილის მტკიცებით საოკუპაციო ხაზთან სუვერენიტეტის მხარდამჭერ განცხადებას ფასი არ აქვს, მაშინ როცა მინისტრი სუვერენიტეტს მისი შეფასებით რუსთაველის გამზირზე არღვევს. ზუსტად ეს არის ის, როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ ხდება მათ შორის საერთაშორისო ინსტიტუტების ინსტრუმენტალიზაცია და იარაღად გამოყენება ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ზუსტად EUTHO-s თავმჯდომარეობის ფარგლებში იყო ვიზიტით ჩამოსული და ეს ვიზიტი გამოყენებული იქნა მისი მხრიდან იმისთვის, რომ მხარი დაეჭირა რადიკალური ჯგუფებისთვის. ერთი, ამას შეჩვეული ვარ, თუმცა მეორე პირდაპირ და უხეშად დაერღვია საქართველოს კანონმდებლობა და ამით დაარღვია ვენის კონვენციის 51 მუხლი. დღეს დილით ქალბატონი მინისტრი იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან ოძისში და როგორც გუშინდან განცხადებებში, დღესაც ეს ნაბიჯი, ამ ნაბიჯით უნდა აჩვენოს სუვერენიტეტის პატივისცემა. თუმცა რა ფასი აქვს ოძისში სუვერენიტეტის მხარდაჭერის განცხადებას, როდესაც სუვერენიტეტს თავად არღვევ რუსთაველის გამზირზე. ჩამოვიდა კონკრეტული მისიით, რა მისიის შესრულების მცდელობაც ჰქონდა და დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებით უპატაკებს ამ ვიზიტის დამკვეთს ალბათონ კალას. ვიზიტის შედეგებს და რუსთაველზე სეირნობის შედეგებს. ძალიან კარგად ვნახეთ ასევე საზოგადოებამ საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი, შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმი და ქალბატონი თურმე შეშფოთებულია. ესე იგი ჩვენი შემზღუდავი კანონებით, 4 მილის მომგვრელია. აქედან უსვავ კითხვას, რომელი კანონით არის შეშფოთებული? შემთხვევით გამჭვირვალეობის კანონით ხო არ არის შეშფოთებული? ან ეგრეთ წოდებული LGBT თემის პროპაგანდის შემზღუდავი კანონით ხო არ არის შეშფოთებული? ისეთი კანონებით ხო არ არის შეშფოთებული, რომელი კანონებიც მოქმედებს ყველა დემოკრატიულ და სუვერენულ ქვეყანაში. ნახეთ ერთ-ერთი სკანდინავიური ქვეყნის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის განცხადება, რომ მაიდანი უნდა მოხდეს ჩვენს ქვეყანაში, მე მიხვდა რაც წამოწდა და შეეცადა რომ საკუთარი ნათქვამი გამოესწორებინა. რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ის დუმილი თუ განცხადებული მხარდაჭერა, რომელიც მიმართულია მაგალითად 4 ოქტომბრის მოვლენების მიმართ, როდესაც ადამიანი
იკავებს მაღალ თანამდებობას, არის საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩვენს ქვეყანაში ამ შემთხვევაში წარმოდგენილია როგორც ეუთოს ხელმძღვანელი პირი და სიტყვასაც კი არ ახსენებს ქვეყნის გადატრიალების მცდელობაზე და იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომელიც მთელმა მსოფლიომ იხილა, ეს რა თქმა უნდა შესაძლებელია განხილული იყოს როგორც დუმილი, რომელიც ხარდაჭერას უცხადებს დანაშაულების ჩადენას ჩვენს ქვეყანაში. ოპოზიციაში ეუთოს თავმჯდომარის განცხადებებსა და საპროტესტო აქციაზე მისვლას დასავლეთის მხრიდან ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერა დაფასებენ. მათი თქმით, მინისტრთან შეხვედრაზე კობახიძის უარი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქართული ოცნება საქართველოს დასავლელ პარტნიორებს აშორებს და ქვეყანა იზოლაციისკენ მიჰყავს. გუშინ მთელი დღის განმავლობაში, როდესაც დაანონსდა ეუთოს თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტი, ქართული ოცნება, ანუ რეჟიმი და მთელი პროპაგანდისტული მედია ფიქრობდა და ცდილობდა ამის ისე წარმოჩენას, თითქოს ამას რაღაცა კავშირი შეიძლება და ქონოდა რეჟიმის ლეგიტიმაციასთან. თუმცა რეალურად, რაც გვანახა ამ ვიზიტმა, არის ის, რა განწყობას აქვს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ისინი მხარს უჭერენ თავისუფალ დამოუკიდებელ საქართველოს, ერთიან საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების ბრძოლას თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის და მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ არჩევანს. ამიტომაც ეს ქმედება, რომ კობახიძემ ეს ვიზიტი გააუქმა, ნათლად მიუთითებს იმას, საით მიდის რეჟიმი, ნათლად მიუთითებს იმას, რა გზა აქვს არჩეული საქართველოსთვის, რუსულ საოკუპაციო რეჟიმის ქართულ ოცნებას, ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ფაქტობრივად აკარგინებენ ყველა საერთაშორისო პარტნიორს და ყველა მეგობარს და ნათლად მიუთითებს იმას, რომ რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიზანი არის ამ ქვეყნის იზოლაცია. ხელისუფლების უზურპატორები არიან პრორუსები, იზოლაციონისტები, ერთგვარი ნეობოლშევიკები თანამედროვე საქართველოში და აბსოლუტურად ფანტასმაგორიული ტყუილზე და ზღაპარზე დაფუძნებული ბრალდებებს ისვრიან მარცხნივ და მარჯვნივ და მათ შორის ამ ბრალდებების ადრესატი ახლა გახდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე. ამაში გასაკვირი არაფერია, ეს არის ლოგიკური ჯაჭვი და იმ პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი, რა პოლიტიკასაც ქართული ოცნება ახორციელებს ამ ქვეყანაში. ეს არის საქართველოს სრული იზოლაცია რუსულ ავტორიტარულ სამყაროში, არ მარტო რუსულ, ზოგადად ავტორიტარულ სამყაროში. ჩვენ ძალიან მძიმე ფაზაში შევედით ჩვენი სახელმწიფოს განვითარების და ყველას უნდა ესმოდეს, რომ ერთი ნაბიჯია აქედან და დიპლომატების გაძევებაზე, საზღვრის დაკეტვაზე. ეს ყველაფერი რეალობა, არაფერი არ არის რაღაცა ჰიპოთეტური. საზღვრიც დაკეტილია ფაქტიურად, ადამიანებს შიგნით და გარეთ უშვებენ კგბ-ს კონტროლის ქვეშ. ამ ქვეყანაში სრული ტემპით მიდის აბსოლუტური პოლიტიკური დეგრადაცია. ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა, რომელიც ეუთოს თავმჯდომარეობის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ტურნეს მართავს, საქართველო უკვე დატოვა და ის ახლა აზერბაიჯანში იმყოფება.